ნახეთ, როგორი დაბალი ფასები აქვს სასმელებს. გამარჯობა, მეგობრებო. დღესაც მანქანა გვყავს და ამიტომ გვინდა რომ რაღაც ისეთი რაღაცები გავაკეთოთ. რასაც მანქანა ჭირდება, მაგალითად პროდუქტებზე წამოსვლა Lidl-ში. რასაც ძალიან დიდი ენერგია უნდა ხოლმე და ეხლა რადგან ჯიპი გვყავს, გავტენით მანქანას და დავისვენებთ 1-2-3 კვირა ალბათ. მერე წავალთ მოლში, უნდა დავთვალოთ რაღაცები და წავყევით, მთელი დღე გავატაროთ ერთად. მინდა რომ Lidl-ის კადრებით ჩავსვა და უფრო იმას დაუთმო ეს ვლოგი თუ რა შეგიძლიათ იყიდოთ იაფად და თან უფრო მრავალფეროვანი არჩევანია ამ მაღაზიაში, ძალიან მიყვარს Lidl-ი და იმოვედით. განწარებული სახით დადიან ძღოლები არის. აქ იყო რომელიღაც პომიდორი, რომელიც ძალიან მიყვარს. ავოკადო ღირს 4 და 20 და 5 ცალია შეკვრაში. ასევე მანგო 3.95. ჩემი საყვარელი საჭმელი უკვე ავიღე, კიდრი პომიდორი. მე აქ ტკბილეობარი, მაკარონები და რაღაცეები. წვენი ავიღოთ, მგონი ეს ფორთოხლის წვენი ძალიან კაი იყო. აი, ხო, ვაფშე 2 ცალია ავიღოთ რა. აქ რაღაც მზა ფაბრიკატებიც არის. მეც რაღაცა კრუასანები, პეჩენიები. პურები უნდა ავიღოთ, ხო? აი ეს პურები ძალიან გვიყვარს და ოღონდ იმდენივე ვიყიდოთ, რამდენსაც დღეს შევწვან, თორემ მე ძალიან ფუჭდება. ეხლა ავიღოთ. უი, ცოტა მაგარია გიო ეს არ არის. მეშინაც მაგარი უნდა იყოს. ესეც 2. კიდე ეს სხვა გინდა პენო შოკოლადი. ჩვეულებრივია ბათერი მგონი, ხო? ჩემი საყვარელი სივრცე, შოკოლადები. ესე გამოიყურება ჩვენი კალათა ჯერჯერობით. ძალიან კარგი იქნება ესენი გული მიძნობს. ერთ და იგივე. აი ეს ქათამიც ავიღოთ. ქათამი ღირს 3 და 70 არ მჯერა, ანუ ის იყო ჩემი საყვარელი ძეხვები და შემზიზღდა. იმდენი ვჭამე ვეღარ ვეკარები. ეს არ ვიყიდეთ წინაზე, ხო? ეგ ვიყიდეთ. მოკლედ ძეხვები ავარჩიეთ და ეხლა ყველი უნდა ავარჩიოთ. ეს ავარჩიე მე. ოფე 200 ავიღე. გიოს ესენი უყვარს. მე კაი ფეტა მინდა. ძალიან დიდი არის და მე მგონი კაია 5 და რაღაც ღირს. მე და რა სხვაობა ამ შორის ბერძნულად რო აწერია ყველაფერი. მოვედით იოგურტების სივრცეში, სადაც ერთად ამათი ბერძნული იოგურტებია. და რაღაც ჰაი პროტეინ პუდინგი და იოგურტია ჩვეულებრივი. გავიღოთ. კოკაკოლები ავიღოთ. მე გადავედი 0-ზე, მეგობრებო. მე არა. ნახეთ, როგორი დაბალი ფასები აქვს სასმელებს. ეგ არ მოყვარს, მე ის უყვარს ქუდი რო ვარია თავს აკვ. ავი გავსინჯე წინაზე Lidl-ში რო ვიყავი და ძალიან გემრიელია. გიო არ გინდა? აიღე. ვატეო, ხო? მე მგონი გაწვიმდა. მაგარია. რომელი ყავა ვიყიდოთ, გიო? გაძეძგილი ხალათით. მე ძალიან მიყვარს აქაურობა, რომელიც ძალიან პროდუქტიული შოპინგი გამოგვივიდა. და აქედან უკვე წავალთ მოლში. ჯერ დავტოვოთ ეს რაღაცები სახში და მერე მოლში. წელიწადში 2 ჯერ წვიმს და მაისამიც ეხლა დაგვემთხვა, როცა ჩემი ბირკენშტოკები მაძვია. მე გამოვაყენე მანქანა და მოვაყენე. აი, გასწავლა. მოვედით, დავბრუნდით სახლში და გავაკეთოთ unboxing-ი, რა ვიყიდეთ, გაჩვენებთ და თვითონში აფასეთ, იაფია თუ არა, კვებაში კვება. დავწყებთ. პირველი შემხვდა ეს Nesquik-ის ხოპიები, ჩიპსი, ეს არის ჩემი საყვარელი სხვათა შორის, მჟავე კიტრი და ეს რაღაცა ნამცხვარ-ლოცხოვი ბანანის, მოცვი და პური, ეს ავოკადო 5 ცალი არის. კრუასანები და
ყურები, პატარები, ბრინჯი, რაღაც ბიო ბრინჯი არის, შოკოლადი და კრელის ჩაგრესი. კიდევ ერთი ჩიპსი, ნუში, წიწიბურა. ხაჭერი ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ წიწიბურა არის იშოვება ესე კუპროში ყოველდღე რაღაც ერთ-ერთ მაღაზიაში ვიცი რომ არის და ძალიან გამიხარდა რომ ახაც იყო. კიდევ გვაქვს პესტო. ჩემი საყვარელი ზეთისხილი, რომელშიც ნიორი არის, სიმინდი, კიდევ უნდა იყოს სიმინდი, სადღაც დევს კიკრი, ფორთოხლის წვენი, ძალიან გემრიელი წვენი აქვს კონკრეტული სხვათა შორის და ესეთი პური კიდევ ძალიან ბევრი პური ვიყიდეთ მე მგონი, მაგრამ ეს პურები ძალიან მალე შეიჭრება, ასე რომ მაკარონი ერთი, მეორე ესეთი ყოველთვის ყიდულობდით ხოლმე 1-2 წლის მანძილზე ბარილას კუთხეში რო არის და სხვათა შორის აღმოვაჩინე რომ შიგნით რაღაც პატარა მწერები არიან ხოლმე, არ არის გაფუჭებული, ვადიან სულ ჩვეულებრივად, მაგრამ აი რაღაც არსებები არიან, არ ვიცი რა ქვია. შავი წერტილები რო აქვს მაკარონს, ეგ მესმის ყველას აქვს, არ ვიცი ზუსტად რა არის, მაგრამ ყველას აქვს. მე მგონი ამაცაც. მაგრამ მაქედან ანუ ზოგი მოძრაობს და ვერ ვწევი, აი ეს რაზე მაქვს ლაპარაკი. თუ გამოჩნდება გაჩვენებთ რა, ახლდა რომ დააკვირდეთ. ჩანს შავი წერტილები და მთავარია შიგნით რაღაც არ იყოს. და ამიტომ უკეთ ამას მივეცით ჩანსი. კიდევ ეს ხელა არის სალამივით რაღაც ძეხვია. ხო, სალამი არის. ძალიან დიდია. პამიდრები ვიყიდე ბევრი, იმიტომ რომ სხვაგან არ მოვწონს, ყველგან პლასმასის არის და ლიქში ყველაზე კარგი პამიდრებია. ერთი ესეთი ან ძალიან კარგი იქნება, ზუსტად ვიცი რბილი არის და კარგი წითელი, ასე რომ აი კიდევ ერთი სიმინდი, კიდევ ერთი პესტო, კარტოფილი ვიყიდეთ აი ესე. ვიყიდე ჩემთვის ესეთი ქათმის გუნკერდისგან არის გაკეთებული ეს ძეხვი და მე ამ ბოლოდროს ვეღარ ვჭამ მქონიან ძეხვებს, მქონიან აი სალამი, მაგალითად გიოს უყვარს, მე ვეღარ ვჭამ, არ მიყვარს. და ასევე ესეც ვიცი რომ ძალიან კარგი არის და მართლა მაღალი ხარისხის ძეხვი არის, მაგრამ აღარ მიყვარს, არ ვიცი, შემიძლია. და ესეც ვიყიდე ჩემთვის შედარებით ნაკლებად ცხინიანი ჩანს. აი ესეთი იოგურტი აქვს და ვანილის საცდელად უბრალოდ ჰალოუინის ყველი, ამათი ტრადიციული ყველი და ფეტას ყველი, ფეტაც ბერძნული ყველია, ალბათ იცით. ესეთი გაუდას დაჭრელი ფირფიტები არის ყველის და ჩვეულებრივი შოკოლადის იოგურტი. კიდევ ერთი წვენი და რძე. ასევე ვიყიდე უკვე დამარინადებული ქათამი, რომელიც 3.70 ღირი და 2 ნაჭერი და ღორის ესეთი ხორცი, რომელსაც შევწავ კარტოფილთან ერთად გიოსთვის, იმიტომ რომ მე არ ვჭამ ღორის ხორცს. ასევე ესეთი დიდი საოჯახო ვანილის ნაყინი, აი ესეთი და ქაღალდები ვიყიდეთ ძალიან ბევრი. ეს სამზარეულოსთვის ძალიან მადგება, ძალიან მიყვარს ესენი. რომ უშველებელი არის და ყოფნის ძალიან დიდი ხან. სულ ეს იყო მეგობრებო და ეს ყველაფერი დაჭდა 127 ევრო, 130 ევრომდე ესე რომ ვთქვათ. მგონი რომ ძალიან კარგი ფასი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქტი ვიყიდეთ. და თან ზოგიერთი ისეთი პროდუქტი არის, რაც საკმაოდ ძვირი არის, ხო პესტო, ეს ბლუბერი და რაღაცები, უფრო და ძეხვები კიდე აი სალამები საკმაოდ მაღალ ფასიანი არის. ამიტომ დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. კარგი ფასია, ცუდი ფასია, ნორმალური ფასია. და საქართველოს რო შევატაროთ, რას ფიქრობთ, ეგეც მოკლედ გამიზიარეთ ყველაფერი. ეხლა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ საჭმელი უნდა გავაკეთოთ. თუ გაინტერესებთ, რას ვაკეთებ ხოლმე და რა კერძებს ვამზადებ, იმიტომ რომ ვამზადებ, ძალიან მიყვარს კულინარია. აუცილებლად ეგეც გამიზიარეთ და გადავიღებ რაღაცებს, მარტივ რეცეპტებს, შიგადაშიგ შემოგაპარებთ. აბა დროებით გქონდეთ ბევრს.